არაერთი საპროტესტო აქცია, რომელმაც შედეგი ყველასთვის ვერ მოიტანა. გონიოსა და ომიწები, კეთილუნების დეფიციტი, კომპეტენციის პრობლემა და პოლიტიკური გადაწყვეტილება. პრობლემა არის სახელმწიფოს პოლიტიკურების არქონა. საქმეები ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსა და ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსარჩევების მიერ მოგებული, თუმცა უშედეგო პროცესები. მე პირადად მოსახლეობა არ ვარ მედით წავლილი დამპყრობების იმდენ. ვითხოვ რომ ჩემს შვილებს რაღაც ჰქონდეს. უამრავ ამდენს რომო. რატომ არა ფულდა სასამართლოს გადაწყვეტილება, რატომ არა რეგისტრირებს საკუთრებაში საჯარო რეესტრი სადა ომიწებს. შვიდწლიანი დავის დეტალები და ბოლო ინფორმაცია გონიოს მიწებზე. ჩვენ შეგიძლიათ მოსარჩევენ ხალხის უფლებადამცველი ანა ბერძენიშვილის უპასუხებს. ქაოსური მშენებლობები ბათუმში, ისა და ჟანგბადის გადაშედარჩენილი მოსახლეობა და დამახინჯებული ქალაქი. პირველ და მეორე სადარბაზოს საერთო თავშეურის მზის ნასახი, ხელზე უჯერ შუქი, არქიტექტორების რეკომენდაცია და მესამე სექტორის კრიტიკა გადაწყვეტილების მიმღებ პირებს. არავის არაინტერესებს დაიწყოს სერიოზული ხმამძლობა. რაზომებს მიმართავს ზედამხედველობის სამსახური და რიცხემთხვანელობის მშენებლობის ნებართვების გაცემისას არქიტექტურის სამსახური. საქართველოს გასცემ საქართველოს თავის დადგენილების 57 დადგენილების თანახმად სამშენებლო მოედნად ქცეული ქალაქის რეალობა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის რეკომენდაციები. ჩვენ შეგითხვებს ანა მდინარაძე უპასუხებს.